მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სულ მადლობთ, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ლაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ ნიშნავთ გაგეთმობით, მე ვარ კატო. და ეხლა მინდა გავუკეთო ესეთი გაშლა, რა გააცნობიერა პარტნიორმა დაშორების შემდეგ თქვენთან მიმართებაში. რა გაცნობიერება მოახდინა? მოდით ვარიანტები გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეს იდეა ფიზიკურად ვერ რეზონირდება ყველასთან და ნახოთ, მოდით იყოს ესეთი ერთი სყვავილი და მეორე ესეთი კაქტუსი, პირველი და მეორე ვარიანტი, ანუ პირველი არის ეს პატარა სყვავილი, მეორე კაქტუსი. და ნახოთ, რა გააცნობიერა თქვენთან დაშორების შემდეგ პარტნიორმა. რა გააცნობიერა მე პირველ და მეორე ვარიანტს გადავდებ, პირველ ვარიანტს აგერაკ დავდებ და ნახოთ. პარტნიორის გაცნობიერება თქვენთან მიმართებაში. გაცნობიერა ის მომენტი, რომ წაგებული დარჩა, შეიძლება ითქვას ამ სიტუაციიდან, რომ ეგონა, შეიძლება ეგონა ამ ადამიანს, რომ რაღაცა უკეთესობისკენ წავიდო და მისი ცხოვრება, მაგრამ გააცნობიერა ის, რომ წაგებულია, ჩიხშია შესული და თავს ვერ გრძნობს თქვათ ისეთი მდგომარეობით, ხო, ვცდილობს, რომ რაღაცნაირად დააბალანსოს თავისი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, რაღაცნაირად დაიჭიროს ის მდგომარეობა, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რისთვისაც წავიდა, ხო, შეიძლება ითქვას. გააცნობიერა. გააცნობიერა ის, რომ თქვენის ადამიანი იყავით, რომელიც მართლა გვერდში მეგობრულად ედგა და ყველაფერს აკეთებდა ამ ადამიანის მხარდაჭერისთვის, ხომ? გააცნობიერა ის, რომ ძალიან დიდი შიშები დაეწყო, ხო, ადამიანის შეიძლება თქვენთან მიმართებაში, საერთოდ არ ქონდა არანაირი შიში. რა გააცნობიერა და არ ვიცი, სულხლები ამოდის. გააცნობიერა ის, რომ მის ცხოვრებაში ბევრი რამ დაპაუზდა, ბევრი რამ გაჩერდა, ხო, თითქოს მის გარშემო გაიყინა მდგომარეობა. როგორც ჩანს, ამ ადამიანის ცხოვრება ისეთი სასარგებლოდ და მისთვის სასარგებლოდ ნამდვილად არ მიდის, ასე რომ ამ ადამიანმა გააცნობიერა ის მომენტი, რომ წაგებული არის იმ სიტუაციაში, რაშიც ეგონა, რომ იქნებოდა ბედნიერი, ხო, ადამიანმა აშკარად თავი მოიტყუა და თავისივე შეიძლება აქ რაღაცა მომენტში თქვენთან მიმართებაშიც ჰქონდა ამ ადამიანის ტყუილი, ხო, თქვენთან მიმართებაშიც ჰქონდა ტყუილი, ხო და სავსებით შესაძლებელია, რომ აქ ადამიანმა მოიტყუა, რომ რაღაც დაკავებული იყო ურთიერთობაში, იყო რაღაცა ესეთი მომენტები იყო და მისთვის ცუდად წავიდა, ხო, საქმე. თავისივე ტყუილით ძალიან ბევრი რაღაცა პრობლემა შექმნა. თქვათ, არა მარტო თქვენთან მიმართებაში, არამედ იმ ურთიერთობაში, რომელშიც არსებული ურთიერთობა ჰქონდა, ხო. და შეიძლება ვიღაცისთვის ოჯახის მდგომარეობა არის და ეგონა, რომ რაღაცა სხვა შეუყვარდა და წასვლა მოუნდომა ოჯახიდან და მიხვდა, რომ თურმე ეგრე მარტივადაც არ ყოფილა, ხო, საქმე. ადამიანმა ის გააცნობიერა, რომ ძალიან ბევრ პრობლემის და ძალიან ბევრი დაბრკოლების წინაშე უწევს ყოფნა. საკუთარ თავთან ბრძოლები უწევს თითქოს, არა მარტო საკუთარ თავთან, არამედ გარემოებებთან დაკავშირებითაც უწევს. ადამიანმა თქვენი წასვლის შემდეგ გააცნობიერა ის, რომ მგონი თქვენ მისთვის რაღაც ის მფარველი ანგელოზი იყავი, რომელიც ძალიან დიდ ემოციას და ენერგიას აძლევდა ამ ადამიანს. რა გააცნობიერა? ხო, თქვენ იყავით ზუსტად ის ადამიანი, რომელიც ამ ადამიანს, ასე ვიტყოდი,
ცხოვრების აზრს და მიზნებს უსახავდა. აქ ვისთვისაც მეუღლე არის კონკრეტულად თქვენი ყავით ის ადამიანი, რომელიც მართლა ისეთ არაჩვეულებრივ გარემოს უქმნიდა, თუმცა ეგონა რომ არაფერს ისეც არ აკეთებდით, მაგრამ აქ გააცნობია, რომ მისი ბედნიერების, მისი შიშების დაძლევის, მისი დროის გაჩერების, მისი ესე ვთქვათ წინაღობების, მისი პრობლემების, გაურკვევლობების, შიშების, ტყუილების დამფარველი იყავით თქვენ და თქვენ ყველაფერს ისე აბალანსებდით და ისე აკეთებდით, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ბედნიერი, ხო, აიღეთ და ეხლა ხდება, რომ ეს რაღაცა გაიაზრა ის მომენტი, რომ მას ეჭირა ძალიან დიდი შანსი ქონდა იმისთვის, რომ ბედნიერი ყოფილიყო, ძალიან დიდი შანსი ქონდა იმისთვის, რომ კარგ სიტუაციაში ყოფილიყო და დღესდღეობით ახლა როგორ ვთქვა, რომ კარგ ენერგიებში ახლა უბრალოდ რიან ხმალი, ცხრიან ხმალი, 4-იან ხმალი, ფიზიკურ 7-იან ხმალი, 5-იან ხმალი, ანუ სუხლის ენერგიებში აქ ფიზიკურად ვერ ვიტყვი, რომ ადამიანი კარგად აკნობს თავს და ბედნიერია თქვა, ხო? აქ აშკარად ადამიანი ვეღარც კი ხედავს ვერანაირად თავის შეიძლება ვთქვა ფუნქციასაც კი. რისთვის არის ამ ქვეყანაზე რა ფუნქცია აქვს ამ ადამიანს, თითქოს რაღაცა ეს მომენტიც დაკარგა. მოკლედ ესეთი გამოვიდა მისი გაცნობიერება, აშკარად ესეთი საინტერესო არის. და ნახოთ მეორე ვარიანტი ვინც ერჩეთ, კაქტუსინო. ნახოთ თქვენმა არჩეულმა ადამიანმა რა გააცნობიერა, ხო? რა გააცნობიერა მან? რა გააცნობიერა? წარსulis შემდეგ. იცით რა არის? მან გააცნობიერა აი აქაც ისეთი მომენტია. ადამიანს ეგონა რომ იყო გამარჯვებული, წარმატებული, ძლიერი, ყველაფრის გადაწყვეტა შეეძლო, ყველანაირი ინფორმაცია ხელში ეჭირა, მაგრამ გაცნობიერების მდგომარეობა ამ ადამიანს აქვს, ნახეთ რა, სხვათა შორის ვერ ვიტყვი რომ ცუდი გაცნობიერება აქვს ამ ადამიანს იმ მხრივ, რომ ადამიანი ახლა არის თავის თავთან ჩაკეტილი და ცდილობს თავისივე ცხოვრების, გავლილი გზების, გავლილი სიტუაციების გადაანალიზებას. პირველ შემთხვევაში თუ სასოწარკვეთილი მდგომარეობა ქონდა ადამიანს და გააანალიზა ის, რომ ყველაფერი თავზე აქვს დამხობილი და ეხლა რა უნდა გააკეთოს და შანსი აღარაფრის აღარ აქვს, აქ ვერ ვიტყვი რომ ეს ადამიანი თulis ამას, რომ შანსი არაფრის არ აქვს. არა, პირიქით, ეს ადამიანი ფიქრობს, რომ შანსი აქვს და თან როგორი მომენტი აქვს, იცით, როგორი შანსი აქვს. გადავაანალიზებ, დავფიქრდები, რაღაცებს ჩავხურავ და მერე გავუყვები გზას, ხო, აი რაღაც ესეთი მომენტი აქვს. აქ ადამიანი რაღაცა სულიერ მდგომარეობამდე მივიდა. კი, პაუზა აქვს, კი, გაჩერებული არის, კი, არანაირი ისეთ ქმედებაში არ არის, მაგრამ აქ ადამიანი აშკარად ხდება, რომ უნდა გამოფხიზლდეს, უნდა იმოქმედოს, შეიძლება ვიღაცებისგან რჩევაც მიიღოს, რაღაც მომენტში გაანალიზეს, მომენტში შეიძლება თქვენც ხართ ის ადამიანი, ვინც რჩევას აძლევდა ამ ადამიანს, როგორც ჩანს. რა გაანალიზა? ისეთ რა არის, აი გაანალიზეს, რომ საკმაოდ ისეთი მისთვისაც არაფერი ისეთი საინტერესო არ ხდება, თითქოს შანსები არ აქვს, რაღაცაც შორიდან ცდილობს უყუროს მდგომარეობას და სიტუაციას, სადაც ფინანსური სულიერი სიტუაციის მდგომარეობა შეიძლება გაურკვეველი აქვს, მაგრამ ამ ადამიანმა ის გაანალიზა, რომ უნდა იბრძოლოს. უნდა იბრძოლოს და წინ წავიდეს მიუხედავად
თავისი არასწორი ქმედებისა. ის მომენტიც გაანალიზა, შეიძლება ითქვას, რომ მე ახლა გასული ვარ რაღაცებს დავფიქრდები, გადავხარშავ, დავხურავ და მე გამოვჩდები კიდევაც. რაღაც მომენტში ესეც არის. გაანალიზა ამ ადამიანმა ის მომენტი, რომ მე უნდა გამოვიყენო ყველაფერი, ყველანაირი შანსი იმისთვის, რომ ჩემი სულიერი მდგომარეობა გავაუმჯობესო, ხო? აქ შესაძლებელია, რომ თქვენსკენ მომავალი გზაზეც იყოს ლაპარაკი და თქვენთან სიტუაციის დაალაგებაზეც იყოს იმ მდგომარეობის გახსნაზე, რომელიც თქვათ ეხლა არის შექმნილი, ხო? მაგრამ ნახეთ აქ როგორი მომენტი არის, ადამიანი უბრალოდ აანალიზებს იმასაც, რომ აქ შესაძლებელია, რომ თქვენ აღარ გინდოდეთ ამ ადამიანის მიღებად, თქვენ გქონდეთ უკვე გადაწყვეტილი გაშვება და თქვენ ცხოვრებაში შეიძლება უკვე არსებობდეს ვიღაცა ადამიანი, რომელთან ერთადაც თქვათ რაღაცა რომელსაც მიეცით შანსი იმისთვის, რომ ბედნიერი ყოფილიყო, ხო? ანუ ამ ადამიანის გაანალიზებაში მაინც ვერ ვიტყვი, რომ ცუდი მდგომარეობა, ძალიან კარგი მდგომარეობა ის მხრივ, რომ თქვენთან თუ არ გამოუვა ეს ადამიანი, პირდაპირ გეტყვით, რომ ყველანაირ შანსს გამოიყენებს იმისთვის, რომ თავისი მდგომარეობა გაიუმჯობესოს და დაალაგოს სიტუაციები ისე, როგორც საჭირო არის, ასე რომ ამ ადამიანის გაანალიზება თქვენთან დაშორების შემდეგ იყო ის, რომ უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. ხო, არ ვიცი, ხა თქვენ შეიძლება ამ ადამიანს ძალიან ხშირად ეუბნებით, რომ საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს და რაღაცა ცხოვრების სტილი შეცვალოს, ხო, ან რაღაცა ისეთი მავნეჩვევები ქონდა, ან რაღაც მდგომარეობა ისეთი მომენტი იყო, როდესაც უბრალოდ უნდა, რა ვიცი, 40 წლის ასაკში ადგე და თუნდაც იმუშაო, ხო, რაღაცა აშკარად ამ ადამიანს თქვენ ძალიან ბევრი ელაპარაკეთ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში თქვენგან წასვლის შემდეგ დაიწყო საკუთარ თავზე მუშაობა, ხო, რაღაცა ხდება იმასაც, რომ არ არის ისე, მაგრამ დაიწყო საკუთარ თავზე მუშაობა, როგორც ჯამში. ძალიან კარგი. მოკლედ, მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, წარმატებებს გისურვებთ. ასეა თუ ისეა, ჯობია ხოლმე, რომ ურთიერთობაშივე დაიწყოს ადამიანმა გაანალიზებაც, გააზრებაც და ქმედებაც და არა მერე, მაგრამ ნუ რას ვიზავთ. ესეც კარგია, რომ ცოტა ფიქრობენ მაინც რაღაცა დაშორების შემდეგ მაინც. ბედნიერებას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგან დროებით.